მოგესალმებით ყველას, მე ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე ვარ, თქვენ უყურებთ ფორმულას. ამ გადაცემას ჩვენ განვიხილავთ დღის მთავარ მოვლენებს სტუმრებთან ერთად ძირითადად. გადაცემა მაინც მინდა დავიწყო ინფორმაციით, რომელიც უკავშირდება ორი ახალგაზრდა ქალზე განხორციელებულ თავდასხმას. ამ ინფორმაციას თავისთავადაც ეკნებოდა დატვირთვა და მნიშვნელობა, როგორც თავდასხმა ახალგაზრდა გოგოებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე იმაშია, რომ ეს ორი ახალგაზრდა გოგონა, მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ ქრისტი პირველი და მეორე გოგონას სახელი ბარბია, კრაპკოფის ფლობელები და ასე თქვა თანამშრომლები არიან, რომლებიც აქციების განმავლობაში და აგერ ახლა უკვე 98 დღე ამ უწყვეტი აქციის მონაწილეებს უფასოდ უმასპინძლდებიან ყავით. მათ თავს დაესხნენ უბანში და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა ახლა გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა, ისინი საავადმყოფოში არიან შესაბამისი შემოწმებისთვის, თუ არ ვშტები ერთად, ქრისტის შეგვიძლია გავესაუბროთ და თავად უკეთ გვეტყვის რა მოხდა, სად მოხდა, ვინ იყვნენ თავდასხმელები, თავად როგორ გრძნობენ თავს. ქრისტი, თუ გესმის ჩემი გვიანბე. ველოდებით ეხა კვლევების პასუხებს სავარაუდოდ ქვედაყბის მოტეხილობა მაქვს მე და ბარბის აქვს ცხვირის მოტეხილობა. არ გვიშვებენ, პოლიციას გარეთ გველოდება და ანუ ყველაზე სასაცილო ის არის, რომ მეც საკმაოდ კარგად ვთქვემე და გვეუბნებიან, რომ არ ვიჩივლოთ, იმიტომ რომ ორმხრივი ძალადობა იყო, მაგრამ კადრებში ჩანს, რომ პირველი ის მიყავდა. თქვენ ახსენეთ, რომ კადრებში ჩანს, ვინმე იღებდა ამას თუ იქ უბრალოდ ვიდეო დაკვირვების კამერებია და იმედი გაქვთ, რომ გამოჩნდება. ბოდიშივე ვერ გესაუბრებით, ანუ კიდევ მეძახიან, ეხლა ექიმი მეძახის ისევ და მათ იშინებენ ძალიან დიდი ბოდიში. კარგით. მადლობა. ჩვენ გადაცემის პრელობის დროს ვეცდებით, რომ დეტალები დავაზუსტოთ, შეიძლება ხელმეორედ ჩავრთოთ ამ ასე ვთქვათ თავდასხმის შედეგად დაზარალებული და დაზიანებული ახალგაზრდები. თქვენც ნახეთ, ეს გახდათ ქრისტი პირველი, მეორე გოგონას სახელი არის ბარბი, გვარი სამწუხარო ჯერჯერობით არ ვიცი, ამასაც დავადგენთ. ისინი ახლა იმყოფებიან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, როგორც მათ დაწერეს, უბანში თავს დაესხნენ. ისინი აიდენტიფიცირებენ თავდამსხმელებს, ვიღაცა ბიჭები იყვნენ და ასე ვთქვათ, წინასწარი ეჭვი აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ თავს დაესხნენ სწორედ იმის გამო, რომ ეს გოგონები არიან კრაპკოფის ფლობელები, რომლებიც მთელი ამ საპროტესტო აქციების განმავლობაში აქციის მონაწილეებს უფასო ყავით უმასპინძლდებოდნენ. მათ ეს განცხადება ჯგუფ დაიტოვეშიც გამოაქვეყნეს, ახლა მათთან ერთად არიან პოლიციის წარმომადგენლები, მათი დაკითხვაც მიმდინარეობს პარალელურად, მაგრამ მათი სამედიცინო შემოწმებაც მიმდინარეობს. ეს ფაქტი სამწუხაროდ თუ ეს დადასტურდა, რომ მას პოლიტიკური მოტივაცია აქვს. კიდევ ერთი ამ შემთხვევაში უკვე ძალიან დამატებით მძიმე შემთხვევა იქნება აქტივისტებზე თავდასხმის, მით უმეტეს ახალგაზრდა გოგონებზე. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ახლა ქრისტი გვეუბნებოდა, საპასუხოდ თვითონაც არ დაუკლიათ იმ მომხდური უბნელი ბიჭებისთვის, თუ არ ვიცი, იმ უბნელები არიან თუ არა, ვიცით რომ უბნის სხვა ბიჭებმა მათ დახმარება აღმოუჩინეს. ნუ მოკლედ ასეთი არის წინასწარი ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გადაცემის მსვლელობის დროს და ჩვენ ფაქტობრივად 23 საათსა და 45 წუთამდე ეთერში ვიქნებით, ვეცდებით, რომ დამატებითი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით უფრო დაზუსტებული მოგაწოდოთ. ახლა კი გადაცემის შესახებ ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ცენტრი ევროპისკენ ინაცვლებს უკრაინა და მისი პრეზიდენტი ზელენსკი ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის დეკლარირებულ პათოსს მიყვება და ამბობს, რომ შვიდობა სურს. ეს თავისთავად ნონსენსია, როცა აგრესორისგან თავდაცვით მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ამის ხაზგასმა უწევს, რომ შვიდობა სურს. მაგრამ ასე ჭირდება პრეზიდენტ ტრამპის, როგორც დიადი მშვიდობის მყოფელის ბევრისთვის საკამათო სტრატეგიის კონსტრუქციას, რომლის შემდეგი ნაბიჯიც კრემლის დათმობების შინაარსის დეკლარირება უნდა იყოს, რომლის არანაირი წინაპირობაც ჯერ არ ჩანს და საეჭვოა, რომ ასეთი მზაობა მოსკოვში საერთოდ არსებობდეს.
ასეა თუ ისე კიევსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის პიკი თითქოს გადაილახა და ახლა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, როგორც თავად ტრამპმა ოვალურ კაბინეტში კამათისას ახსენა, კარტების გახსნის დრო დგება. ტრამპის სტრატეგიაზე, ევროპელი ლიდერების პოლიტიკურ ინიციატივებზე, რუსეთის შეკავებისთვის, სამხედრო სტრატეგიული ბალანსის დამყარებისთვის ევროპის და მისი მოკავშირეების, თურქეთის, კანადის პოტენციალზე ვისაუბრებთ გადაცემის პირველ ნაწილში გიორგი ბადრიძესთან, ბათო ქუთელიასთან, ლევან ყურაშვილთან, ირაკლი ქურასბედიანთან ერთად. უსამართლო, სასამართლო და დაცვის უფლებაწარმოული CDC-ის პატიმრები. სანქცირებული ქართული სასამართლოსთვისაც კი არნახული პრეცედენტი, მზიამაღლობელის დაცვას ფაქტობრივად დაცვის ყველა ინსტრუმენტს უუქმებენ. გადაცემის მეორე ნაწილში იმ მტკიცებულებებზე, რომელიც მოსამართლემ დასაშვებად არ ცნო და რომლებიც ჟურნალისტი ქალის პოლიტიკურ პატიმრობაზე ეჭვ-მიუტანელ რეალობას აღწევს. ადვოკატი მაია მწარიაშვილი დეტალებით, რომელიც ევროპულ სასამართლო პრაქტიკაში რეჟიმის მძიმე ავადმყოფობის მკაცრ დიაგნოზად იქცევა. ემანუელ მაკრონი კირ სტარმერთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად შესაძლოა დონალდ ტრამპს შეხვდეს. ეს ბოლო ინფორმაცია. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრეს-სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა. ინიციატივა საფრანგეთის ასე ვთქვათ, საფრანგეთისა დრო ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუმცა ის შეიძლება უახლოეს მომავალში შედგეს. დღესვე მაკრონის სატელევიზიო მიმართვა საფრანგეთში დაგეგმილი. ხვალ კი ის ევროპის სხვა ლიდერებთან ერთად ბრიუსელში იქნება საგანგებო სამიტზე, სადაც ევროპის უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა კონგრესში პრეზიდენტის გამოსვლამდე არაოფიციალური მოლაპარაკებები გამართეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაპირისპირების აღმოსაფხრელად. უკრაინის ლიდერს ტრამპთან შერიგება პირადად კირ სტარმერმა და კიტ კელოგმა გენერალმა ურჩიეს ტრამპის წარმომადგენელმა. ამერიკის დრო დაბრუნდა. ჩვენი სული, ჩვენი სიამაყე, თავდაჯერება დაბრუნდა. ამერიკული ოცნება წინ მიიწევს. ამ სიტყვებით მიმართა ამერიკის კონგრესის გაერთიანებულ სხდომას 47 პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისი გამოსვლა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. მიმართვის დიდი ნაწილი დონალდ ტრამპმა შიდა და საგარეო პოლიტიკას დაუთმო. 99 წუთის განმავლობაში 47 პრეზიდენტი თითქოს ებრძოდა 46-ის, ანუ ბაიდენის აჩრდილს. მას აბრალებდა კვერცხის ფასის ზრდასაც კი. პირველ რიგში კი ცხადია მის პასუხისმგებლობად აცხადებს ომს, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში და რომელიც წინა ადმინისტრაციამ ვერ შეაჩერა. მედიაში წინასწარ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტრამპი გუშინ გამოაცხადებდა მინერალების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას. ცნობა არ დადასტურდა, თუმცა ტრამპის ტონი აშკარად შერბილებული იყო. მას აღარ უხსენებია თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტი. არ უხსენებია უკრაინისთვის მხარდაჭერის შეჩერება. თქვა, რომ ერთის მხრივ მიიღო წერილი პრეზიდენტ ზელენსკისგან, რომელიც სინამდვილეში ზელენსკისავე და დატვიტური განცხადება, ტვიტზე გამოქვეყნებული განცხადება აღმოჩნდა პლატფორმა X-ზე, რაც დასაფასებელია. მეორეს მხრივ კი ახსენა რუსეთიდან წამოსული მშვიდობის სიგნალები. ეს так ტრამპის გამოსვლის ნაწყვეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა უშავს. დღის განმავლობაში იმდენჯერ გავიმეორეთ, რომ პრინციპში ტრამპის გამოსვლის ეს ნაწილი თქვენ მოსმენელი გექნება, სადაც ის საუბრობს ზელენსკის მხრიდან ძალიან პოზიტიურ სიგნალზე და ამბობს იმასაც, რომ ეს ძალიან კარგი ნიშანია და ახლა უკვე რუსეთთან მოლაპარაკებების დრო დგება. ამ მხრივ დღევანდელი საღამოს სიახლე არის პრეზიდენტ ზელენსკის საღამოს ტრადიციული განცხადება ვიდეო მიმართვა უკრაინელებისადმი, სადაც მან თქვა, რომ მისი ადმინისტრაციის უფროსმა ერმაკმა და ასევე პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უშუალობის საკითხებში მრჩეველმა მაიკლ უოლცმა დღის განმავლობაში გამართეს კონსულტაციები, უკვე გარკვეული კონკრეტული შეთანხმებებიც არსებობს და როგორც ჩანს ემანუელ მაკრონის და კირ სტარმერის ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში სტუმრობის ალბათობა ნამდვილად იზრდება.
იზრდება. მოდით სანამ დავიწყებთ საუბარს სტუმართან და ცხადია ჩვენ ძირითად თემას შევეხებით, დაუბრუნდეთ ქრისტი პირველს იმ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც თავის მეგობართან და პარტნიორთან ერთად ბიზნესში თავს დაესხნენ, შეიძლება უფრო მეტი რამ გავიგოთ. ქრისტი, გითხარი პირველ რიგში გავიგეთ რომ თავს დაგესხნენ, გვაინტერესებს სად მოხდა ეს ამბავი და რატომ მიგაჩნია რომ შეიძლება იყოს კავშირში თქვენს აქტივიზმთან, თქვენს დახმარებასთან აქციის მონაწილეებისათვის. მაყურებელს შევახსენებთ რომ თქვენ მთელი ამ აქციების განმავლობაში უფასოდ ემსახურებით ხალხს და ცხელ ყავას აწვდით. ისმენთ. არ ვიცით, რავი, საერთოდ არაფრის გამო მოხდა ეს კლუბი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოვაყენა ბარბის, ამაზე მე მეთქი ვისაყენებ შეურაცხყოფას. სად იყავით ამ დროს რომ დავაზუსტოთ ფიზიკურად? მაღაზიიდან რომელ უბანში? დიღმის მასივში. დიღმის მასივში. გამოხოდით მაღაზიიდან უცნობი მამაკაცები მოვიდნენ და მოგაყენეს შეურაცხყოფა. ერთი მამაკაცი იყო და ითვლებოდა 20 წლის დაახლოებით. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეორე მფლობელს, კრაბის მეორე მფლობელს და ამაზე მე რა თქმა უნდა მეთქი ვისაყენებ შეურაცხყოფას. წავედი მისკენ და ეგრევე არის რომ წიხლს მიყავს მოცელში. მანამდე თქვენ შორის რამე სიტყვიერი კომუნიკაცია იყო, რამეზე კონფლიქტი არაფერი საერთოდ. არანაირი. საერთოდ არანაირი არც ვიცით ვინ არის. და მე ბარბი მოივინა და კადრებშიც ჩანს მე მაღაზიის კადრებში კამერებში რომ ბარბის ჩაატყავს გულში და მე მოკლედ კადრებში ისი არის რომ კარგად თემე არის ნერვიულად და პოლიცია გვეუბნება რომ მხრივია. მაგრამ ფაქტია რომ თავდასხმა განხორციელდა თქვენზე და თქვენ იცავდით შემდეგ უკვე თავს ფიზიკურად. კი, კადრებში ჩანს რომ თვითონ მიყავს პირველს და მე რა თქმა უნდა მე საპასპორტ ვუწყავდა კარგად ვუწყი და პოლიცია გვეუბნება რომ თუ კი ვიშიფრებთ იქნება ორმხრივი თავადობა. იმედია თქვენ ადვოკატი გეყოლებათ უკვე ალბათ და მხოლოდ მისი მეშვეობით მოახდეთ მათ შორის პოლიციასთან კომუნიკაციასაც. კი, გარეთ ველოდება ეხა პოლიცია ახლა. ქრისტი, ეს ინციდენტი როგორ ამოიწურა? ის ახალგაზრდა კაცი გაიქცა, ვინმემ გაგაშველა, დაგეხმარათ ვინმე თუ როგორ? გავეკიდე და უბნის ბიჭები, ბირჟავიკები იყვნენ იქ და იმათმა დაახლოებით 5 ბიჭი მაკავე, დავიჭირე ის ბიჭი მე ისევ. და გააქციეს ესე ვთქვათ და ეს ბიჭი. და მე აღარ დამინახავს რაღაც კორპუსებს შორის გაიქცა და მე თქვენ რო ახსენეთ ახლა უბნის ბიჭები, იმ უბნის ბიჭებს როგორ რეაქცია ჰქონდათ? იცნობდნენ თქვენზე თავდასხმას ამოიცნეს? ხოდოა გაუშვით, მე ხო დავეწიე და ეს დავიჭირე და გაგვაშველეს და მე დამაკავეს. ჩვენი უბნის აქ ცხოვრობ და ამ უბანში ცხოვრობ და ჩემივე უბნის ბიჭები იყო, რომელსაც ოღონდ არ ვიცნობ და ქრისტი, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გითხარით. ეხლა პირველი ჩართვის დროს კი გითხარით, რომ ყბა წინასწარი მონაცემით ყბა, მაგრამ რენტგენმა რა აჩვენა? მოტეხილობა არის? ველოდებით, ეხლა რაღაც პანორამა გადამიღეს და პასუხს ველოდებით ბარბის მოტეხილობა აქვს სვირის და მე სავარაუდოდ ქვედა ყბის კბილები მაქვს, მორყეული მაქვს ქვედა ლაზე კბილები რა. ინაკველები მაქვს მორყეული და სავარაუდოდ არ მოტეხილობა რაღაც ეგეთიო. არ ვიცი ზუსტად ჯერ არაფერი. ქრისტი, რაც შეეხება თქვენს კაფეს და თქვენს ასე ვთქვათ საქმიანობას მთელი ამ დღეების განმავლობაში ორი სიტყვით უთხარით საზოგადოებას, რით იყავით დაკავებული აქციებზე, რა ფორმით იღებდით მონაწილეობას? ჩვენ უწყვეტი აქციები რაც დაიწყო პირველივე დღიდან აქციის მონაწილეებს ვეხმარებით. აქამდე იყო რომ საკვებითაც ვეხმარებოდით და ეხლა მხოლოდ ყავა ჩაი, იქამდე როცა დარბევები იყო, ტანსაცმელები გქონდა და ვუწვდით აქციის მონაწილეებს, სველები როცა ჩამოდიოდნენ ჩვენთან და პირველადი დახმარება, რა ვიცი, ყველაფერი რაც კი შეიძლება, იციან აქციის მონაწილეებმა, ყველა გარეთ არის ეხლა ისეთი გახარებული და ბედნიერი ვარ, არ ვიცი, იმდენი ადამიანია ეხლა გარეთ ცოტა მერიდება კიდეც. ყველა ვისაც კი ერთხელ მაინც დავხმარები ვარ, ყველა მოსულია, ყველა გარეთ არის. საავადმყოფოს სავსეა.
მადლობა მოკითხვა მათ. რა თქმა უნდა ისინი ამას გაიგებენ კიდეც და გულშემატკივრობენ, ყველანი გულშემატკივრობ და იმედი გვაქვს რომ დაზიანებები არ იქნება მძიმე და ამავე დროს თავდამსხმელი იქნება დროულად იდენტიფიცირებული და დასჯელი. ამის დიდი იმედი არ გვაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სურვილი და მოწოდება აქედან ვალდებული ვართ რომ გავაჟღეროთ. უღრმესი მადლობა, კარგად იყავით. მადლობა ქრისტი პირველი კრაპკოფეს ერთ-ერთი ფლობელი თავის მეგობართან ბარბისთან ერთად აღმოჩნდა თავდასხმის ობიექტი უცნობი მამაკაცი მიეჭრა მათ და ყოველგვარ წინაპირობის გარეშე დაიწყო ძალადობა თუმცა როგორც ნახეთ გოგოებიც არ არიან სუსტები და სათანადო პასუხი გაუციეთ მაგრამ ძალიან სამწუხაროა რომ ასეთი რამ ხდება და განსაკუთრებით სამწუხაროა რომ ეს უკვე ახალგაზრდა ქალებს და გოგოებს ეხება სრულიად წარმოუდგენელი არის ის რაც ხდება უკვე საქართველოში ბევრი თვალსაზრისით არა მარტო სამართლებრივი მაქვს მხედველობაში არამედ ზოგადად რა ხდება ჩვენს თავს რომელი ქვეყნის საზოგადოებაზეა ლაპარაკი და რა ტრადიციების ამას მე მგონი ზედმეტად ხაზგასმა აღარ ჭირდება ბატონი გიორგი ბადრიძე შემომიერთ და ისეთ თემებზე ვაპირებთ ახლა საუბარს ჩვენ რომელიც დიდ გეოპოლიტიკას უკავშირდება თუმცა ბატონი გიორგი რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარია ბევრი რამ გვინახავს ამ ქვეყანაში იმ თაობის წარმომადგენლები ვართ მათ შორის თბილისის ქუჩებში მაგრამ მე მსგავსი რაღაცები მაშინ არ მახსოვს ან იშვიათად მახსენდება თქვენ როგორი რეაქცია გექნებათ იმაზე რაც ახლა ახალგაზრდა გოგონასგან მოვისმინე და შემდეგ შევუდგეთ უკვე ტრამპის ანალიზს აი ჩვენი დროების ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი გამოვლინება ის არის რომ პოლიტიკური პროცესები იმგვარად მიმდინარეობს, იმგვარად ხდება ამისი დირიჟირება, რომ ყველაზე ველური ინსტინქტები გააღვიძონ ადამიანებში, ყველაზე მდაბიო ადამიანებში, მაგრამ ფაქტია, რომ მათზე კეთდება ერთგვარად ფსონი, ისინი აქცია ამ ხელისუფლებამ თავის დასაყრდენად. ყველაზე ველური, ყველაზე არაქართული, ყველაზე არაცივილიზებული გრძნობები და ყველაზე უფრო როგორც ჩანს განუვითარებელი ადამიანები. ბატონ გიორგი, ცხადია, ცალკეულ შემთხვევებზე რეაგირება ბევრს არაფერს იზავს, თუ ქვეყანაში მთლიანად არ შეიცვალა სიტუაცია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი რეჟიმის მიერ ორკესტრირებულიც არის, თავი რო დავუნებოთ წახალისებას მსგავს საქციელზე. მაგრამ ის რაც მოხდება საქართველოში, პირველ რიგში დამოკიდებულია ქართული საზოგადოების რეაქციასა და მოქმედებაზე, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს. ამ ხრივ რაღაც ისეთ ფაზაში შევედით, როდესაც გარკვეულობამდე ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ და გარკვეული სტრატეგიული ორიენტირების გამოკვეთის კუთხით მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ტრამპის ტრადიციული საპრეზიდენტო მიმართვა ნაციისთვის ერისადმი. იქ ბევრი ახალი შეიძლება ვერ მოვისმენთ, მაგრამ ჩვენს ნაწილში რაც ჩვენ გვაინტერესებდა ეს იყო უკრაინის ომთან მიმართებაში მისი დამოკიდებულება. როგორ შეაფასებდით იმ წინა დაძაბულობის ფონის გათვალისწინებით, რაც იყო პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას უკრაინასთან მიმართებაში, მან სიტყვა ომი არ ახსენა, კონფლიქტი ახსენა, მაგრამ რა იქნება პირველი რეაქცია თქვენი როგორც ანალიტიკოსის? ჩემი პირველი რეაქცია თვითონ მიმართვაზეა, რომ ეს წესი ტრადიციული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი იყო ტრადიციulis გარდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი არასდროს გვინახავს აი ამ სტილში ურთიერთობდეს კონგრესთან და ამერიკელ ხალხთან იყენებდეს ისეთ ლექსიკას, იყენებდეს ისეთ ფორმას თავისი საკუთარი დამსახურების წარმოჩენის, რომელიც აი ჩვენ გვანახა ტრამპმა ყოველთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო ასოცირებული რაღაც ღირსეულ ქცევასთან, დარბაისლობასთან, რომც არ ყოფილიყო ეს მისი ბუნებიდან გამომდინარე, იმგვარად არის ინსტიტუციურად ამერიკული დემოკრატია მოწყობილი, რომ ის ყოველთვის აქცევს
გარკვეულ ჩარჩოებში და გარკვეულ თამაშ წესებში. ტრამპი იგულისხმება არის სრულიად ანტისისტემური, არც არის პოლიტიკოსი და ასე შემდეგ, მაგრამ ასე თუ ისე ამერიკული პოლიტიკური სისტემა ან მიხედავს მაგას, ან ვერ მიხედავს, თუ ვერ მიხედავს. მეორე პრობლემაა, მაგრამ და ეს მისთვის და პირველისგან განსხვავებით სულეთ აშკარაა, რომ ის არტახები, რომელიც მას ნაწილობრივ ჰქონდა პირველი ვადის დროს, ახლა აღარ აქვს და იქცევა უკვე აი როგორც მივიღოთ ეს როგორც მოცემულობა და მიუბრუნდეთ ჩვენს თავარ უკრაინის თემას. ჩვენ არანაირი აზრი არ აქვს იქ თავზე ნაცარის მოყრას და გოდებას. ჩვენ უნდა მივუდგეთ რეალობას, როგორიც არის და რაღაც მცირედი დადებითიც ვიხილეთ, რომ იმ სრულიად სკანდალური, კატასტროფული საქციელის შემდეგ, რომელიც თეთრ სახში ვიხილეთ ზელენსკის მიმართ ერთგვარი ჩასაფრების შემდეგ, მის მიმართ პროვოცირებს ზელენსკის შეიძლება სამართლიანად აკრიტიკებენ, რომ მას შეეძლო უფრო მეტი დიპლომატიურობის გამოჩენა. ზელენსკის დასაცავად ვიტყვი ერთ მარტივ ფაქტს. დიახ, პრაგმატული თვალსაზრისით ზელენსკის უნდა უფრო დიპლომატიური რეაქცია მიეცა, ეს იქნებოდა უფრო შედეგის მომტანი, მაგრამ ვინც ასე მკაცრად განსჯის ზელენსკის, ის გამორიცხავს ადამიანურ ფაქტორს. და ეს იგივე ადამიანური ფაქტორია, რომლის გამო უკრაინა დღეს ჯერ კიდევ არსებობს. ზელენსკი რომ აი ასეთი არ ყოფილიყო როგორც არის, ის 24 თებერვლის ღამეს უკრაინაში არ დარჩებოდა, თავს არ გაწირავდა, არ გარისკავდა და არ გაუძღვებოდა ამ ერს იმ გმირულ ბრძოლაში, რომელშიც ის 3 წლის განმავლობაში არის და ასე რომ, როდესაც ჩვენ განვიკითხავთ ზელენსკის იმისთვის, რომ არ მეტი ქათინაურით არ უპასუხა, არ გაუწვა და ასე შემდეგ, რასაც სამწუხაროდ მოელის ამერიკის პრეზიდენტი, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ამ უდიდესი ერის ლიდერისთვის. დღეს ეხლა თქვენთან რომ მოვდიოდი, ვწერ სტატიას ამერიკის ისტორიასთან დაკავშირებით მონროს დოქტრინაზე, გამოქვეყნდება ჩვენი რონდელის ფონდის ჟურნალში ჩემი სამყარო. იქ თეოდორ რუზველტზე არის ერთი კარგი მოზრდილი ნაწილი და მას ჰქონდა თავის ლოზუნგად. ისაუბრე დინჯად და ატარე დიდი ჯოხი. ჩვენ ტრამპის სახით საპირისპიროს ხედავთ სამწუხაროდ. ეხლა რაც შეეხება რომ დავუბრუნდეთ ჩვენ საკითხს. დიახ, თითქოს და მოხერხდა აი ამ კრიზისის ერთგვარად განმუხტვის დასაწყისი, იმიტომ რომ სამხედრო დახმარება შეჩერებულია, სადაზვერვო მონაცემების მიწოდებაც შეჩერებულია. თუმცა დაზვერვის უფრო თქვა რომ დიდი იმედი აქვს რომ მალე აღდგება ეს ყველაფერი და მხოლოდ პაუზა. ვიხილეთ მხოლოდ აი ამ კრიზისის განმუხტვის აბსოლუტურად კრიტიკულ როლს ასრულებენ ევროპელი ლიდერები, რომლებსაც უზარმაზარი ისტორიული ამოცანა დააწვა მხრებზე, როგორც ჯერ უკრაინის მიმართ თავიანთი პასუხისგებლობის უფრო დიდი წილის აღების თვალსაზრისით, ისე ზოგადად ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების და მსოფლიო წესრიგის ახალი რეალობების გათვალისწინებით ევროპის უსაფრთხოებაზე საკუთარი პასუხისგებლობის გაზრდის თვალსაზრისით. ამ კონკრეტულ ეპიზოდში ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს, რამდენად შეძლებენ ევროპელი ლიდერები შეერთებული შტატების მობრუნებას უკრაინის დაცვის სრულად აუცილებელ საქმეში, რადგან რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ და შეეგუონ იმას, რომ მეტი უნდა გააკეთონ, ამ უახლოეს კვირებში და თვეებში ამის გაკეთება შეუძლებელია მარტო რომც გამოყონ ის 800 მილიონი. თანხები რომც იყოს და ამის პრობლემა პრინციპში არ აქვს, მაგრამ სამხედრო ინდუსტრია, წარმოება, ასე შემდეგ დაზვერვის მონაცემები, ეს ყველაფერი ერთიანი, ანუ ნატოს თანამშრომლობის ნაწილი იყო, სადაც ყველას თავისი ამერიკელი ჟურნალისტი და ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით კითხვა დასვა ამასია. რომ წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, რომ უკრაინას აქვს გავლენა თეთრი სახლის მესურზე, რას გააკეთებინებდაო. და თუ შევხედავთ აქამდე რა აქვს გაკეთებული, სამხედრო დახმარების შეწყვეტა, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეწყვეტა,
ზეწოლა პრაქტიკულად შანტაჟი რესურსების წართმევისთვის ისე რომ ამის სანაცვლოდ არ თავაზობს მაგალითად იგივე უსაფრთხოების გარანტიას რომ დიახ უკრაინისთვის სასარგებლო იქნებოდა რომ შეერთებული შტატები დაინტერესებული მათ შორის ეკონომიკურადაც იყოს უკრაინის უსაფრთხოებაში მაგრამ აქამდე შევთანხმდეთ იმ მარტივ ფაქტზე რომ ტრამპის მიერ უკრაინის ბუნებრივი რესურსების წილის მოთხოვნა ხდებოდა ბაიდენის მიერ უკრაინისთვის გაცემული დახმარების თითქოს საფასურად და არა იმისთვის რომ მას მიეცა რაიმე სახის გარანტიები. ეს აუცილებლად არის ძალიან სერიოზულად გადასახედი, როდესაც შეერთებული შტატები თაობს შუამავლობას უკრაინასა და რუსეთს შორის და მათ ერთგვარ ტოლობას უყენებს, თითქოს უკრაინა ისევე იყოს დამნაშავე ომში როგორც რუსეთი. მაშინ ჩვენ უნდა დავინახოთ რომ უკრაინისგან რომ ითხოვს კომპრომისებს და ძალიან კონკრეტულ რამეებს სთავაზობს მოლაპარაკების დაწყებამდე რუსეთს პრაქტიკულად აძლევს ყველაფერს რაც რუსეთს აქამდე სურდა უკრაინისგან ტერიტორია უკრაინისთვის ნატოზე უარის თქმა და უკრაინისთვის მომავალში რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტიების გამორიცხვა მათ შორის სამშვიდობო ძალების დაყენებაზე უარის თქმა უკრაინაში და ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს არც ერთი მოთხოვნა ეს იყო სხვა შორის დღეს რუსეთის მიმართ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს რეპორტერმა რამდენჯერმე შეუბრუნა ეს შეკითხვა და ხვალ ალბათ გვექნება შესაძლებლობა გადავთარგმნოთ და ვაჩვენოთ საინტერესო პოლემიკა იყო ჟურნალისტის და თავდაცვის მინისტრის რომელსაც პასუხი ვერ გაცა აი რასაც თქვენ ამბობთ ახლა რომ აი გავიგეთ რომ ორივე მხარე გინდა დაიძულოთ მოლაპარაკების მაგიდასთან მოიყვანოთ ეს არის გზავნილი თეთრი სახლის და თავდაცვის მინისტრის შეერთებული შტატების რეპორტერი ეკითხება რომ გავიგეთ აქეთ ამ მხარეს რას და რატომ აწვევით მაგრამ იქითას რას აწვევით ერთი გითხარით რა არის რა მოლოდ რაც უნდა დათმოს რუსეთმა ამაზე პასუხი არ აქვს მაგრამ თქვენ დიდ ბრიტანეთში ელჩი იყავით მანამდე მოადგილე ურთულეს პერიოდში 2008 წლის ომის პერიოდში ამერიკის დირექტორიც ვიყავ ამერიკაზე ხო და ძალიან სპეციფიური ურთიერთობა აქვს ახლა ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს მაგრამ ევროპის გამოღვიძებისა და ორგანიზების პროცესში ლიდერის როლის აღება მოუწია დღეს ბრიტანეთს საფრანგეთთან ერთად და ეს სადაც არის დაეწევა უკვე მერცი ხო რომელმაც უზარმაზარი ფონდი დაანონსა სამხედრო ინდუსტრიის გადაიარაღებისა და ახალი მოხდის ასაღებად ხო ანუ ძალიან დიდი და მსხვილი ეკონომიკები ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მოდით ვახსენოთ ესეც რომ საკმაოდ სერიოზული სამხედრო ტრადიციების მქონენიც მაგრამ ამას ყველაფერს დრო ჭირდება ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში რომ დარწმუნებულია რომ ტრამპს ევროპის კონტინენტზე საკუთარი რესურსების გამოთავისუფლებაც და რუსეთის იმ პოზიციაში შეკავება თუნდაც დასუსტებულ მდგომარეობაში ჭირდება იმისთვის რომ თუნდაც ძველი ხელისუფლებების ობამადან მოყოლებული პოლიტიკა წყნარი ოკეანის მიმართულებით ამერიკის პრიორიტეტის უზრუნველყოს მაგრამ ევროპასთან ასე ვთქვათ პარტნიორობის რღვევის და ტრადიციულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების პირობებში ეს სრულიად წარმოუდგენელი იქნება. აი რა არის ის წერტილი, საითაც ტრამპს მიყავს ეს პროცესი და როგორი იქნება ბრიტანეთის და მაკრონის როლი მათ შორის, იმიტომ რომ ახლა დღეს არ ვიცი ეს დადასტურდება თუ არა, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია რომ შეიძლება ზელენსკისთან ერთად ეს ორი ლიდერი ტრამპთან სალაპარაკო ჩავიდეს. სრულად აშკარაა რომ ტრამპი და მისი გუნდი არ აფასებს იმ ისტორიულ როლს, რომელიც ამერიკის უსაფრთხოებაში და კეთილდღეობაში შეიტანა ამერიკის ალიანსმა ევროპულ ქვეყნებთან, ჯერ ბრიტანეთთან და მერე დანარჩენ ევროპულ ქვეყნებთან. აი მაგალითად სულ გუშინ ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა წარმოუდგენელი მდაბიო შეურაცხყოფა მიაყენა ბრიტანეთს, რომელიც თურმე არანაირ ძალას არ წარმოადგენს. რენდომ, ანუ ერთ-ერთი ჩვეულებრივი. ამაზე იყო სერიოზული გამოხმაურებები ბრიტანეთიდან და მერე დაზუსტება მოუწიათ მათ ეთქვას, რომ ვიცე-პრეზიდენტი ბრიტანეთს არ გულისხმობდაო. ნუ არა, რა საბავშვო ბაღი, კი, გადააქციეს საბავშვო ბაღად რაღაც. მეორე, ეს პირველი შემთხვევა არ არის ისტორიაში, როდესაც ამერიკაში ვიღაცა ფიქრობს, რომ იქნებ ზედმეტი რესურსებია მიმართული ტრანსატლანტიკურ
პარტნიორობაზე და აი მოდი ჩვენი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენი ენერგია მიმართოთ წყნარი ოკეანეთის რეგიონს. ობამამ სცადა და ეს ძალიან ცუდად დამთავრდა მაშინ. ჯერ ერთი რომ ოკეანეთისკენ ამერიკული შეტრიალება არ დაგვირგვინებულა რაიმე სერიოზული ეკონომიკური აღმავლობით ამ რეგიონის ქვეყნებთან. პირიქით ობამას დროს შეერთებულმა შტატებმა დაკარგა რეგიონში ყველაზე ახლო ქვეყანა ფილიპინებში მოვიდა დიქტატორი, რომელმაც დაიწყო ფლირტი ხან ჩინეთთან, ხან რუსეთთან, დუტერტე. ასე რომ ეს გამოცდილი სვლა არის, რომელიც არ მუშაობს. 80 წლის განმავლობაში თუ კი რაიმე შეეძლო ესწავლა სოფლიოში, ვინმეს არის ის, რომ შეერთებული შტატებისთვის, ევროპის ქვეყნებისთვის, შეერთებული შტატების არაევროპული მოკავშირეებისთვის, იაპონია, სამხრეთ კორეა, ისრაელი, ბევრი სხვა ქვეყანა, ტაივანი, ეს ალიანსი არის კეთილდღეობის და უსაფრთხოების მომტანი. წერტილი არასდროს კაცობრიობის ისტორიაში ერთ რომელიმე ჯგუფ სახელმწიფოებისა არ ქონიათ შიგნით ამ ხანგრძლივობის უწყვეტი მშვიდობა, როდესაც მათ თავს არავინ დასხმია, შეგახსენებთ, რომ ნატოს მეხუთე მუხლი ამოქმედა მარტო ერთჯერ და ისიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ, ანუ ევროპელებს არ მოუთხოვიათ 91 შემდეგ. 2001 წელს. ხო? ყველამ მიიღო უზარმაზარი მოგება ამისგან და ყველაზე მეტი შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც დიახ უზარმაზარი რესურსი გაიღო, რომლის უსაფრთხოების ხოლგით სარგებლობდა მთელი ცივილიზებული სამყარო, მაგრამ შედეგად ჩვენ მივიღეთ შეერთებული შტატები, რომელიც არის ჰეგემონი, რომელიც არის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე მსოფლიოს ისტორიაში. უწყვეტად დიდი ხნის განმავლობაში რომის იმპერია იყო რაღაც ხანი ამგვარი, ოღონდ რომის იმპერია არ ყოფილა მოკავშირეების ერთობა, ეს იყო ერთის სახელმწიფოს მიერ დაპყრობა დიდი სივრცის და მერე ჩამონგრევა სხვადასხვა მიზეზების გამო. შეერთებული შტატების კეთილდღეობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია მის ალიანსებზე და დღეს თუ კი რაიმე ემუქრება ამ ალიანსებს, ეს არის არა საფრთხე გარედან, არა რაღაცა სტრუქტურული ეკონომიკური პრობლემა და არის ცვლილებები გლობალიზაციიდან გამომდინარე, კონკურენტი ძალების ზრდიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ძალა არ არის აბსოლუტური, ძალა არის ფართობითი და დიახ ჩინეთი იზრდება და ჩინეთმა ამერიკას გადაასწრო გარკვეულ სექტორებში ელექტროავტომობილების წარმოებაში მსოფლიოს ლიდერია, ამბობენ რომ ხელოვნური ინტელექტის და კიბერთექნოლოგიების სფეროში უფრო წარმატებულია და ბევრი სხვა და ამ დროს მოკავშირეებთან დავების დაწყება ცარიელ ადგილას ყოველგვარი საფუძვლის გაშ გამოგონილი საფუძველი კანადას საფუძველიც ვერ გამოუგონა, ხო? იქ ვიღაცას გამოუგონა, კი ბატონო, ოღონდ სრულიად აბსოლუტურად მტკნარი ტყუილია, როდესაც ის აბრალებს ნარკოტიკების და ფენტალინის შემოტანის ზედაობა და სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომ 80% ამ გასამართლებულების ამერიკის მოქალაქეები არიან და არა მექსიკელები და რამდენია ფენტანოლის კანადიდან 0.2% ამერიკაში მოხვედრილი ფენტანოლის არის შესული კანადიდან და უკანონო მიგრანტების 1% არის კანადიდან, ტყუილი ამაზე უფრო როცა 1%-ზე ნაკლები შემოდის რომელიღაცა ქვეყნიდან რაღაცა კონტრაბანდა, შენ გაქვს საოცნებო ასეთი მეზობელი. როდესაც შენი ერთგული პარტნიორი იყო, მოკეთ იმის თქმა მინდა, რომ ეს ალიანსები ყოველთვის იყო ამერიკის შეერთებული შტატების სიძლიერის და კეთილდღეობის საფუძველი და დღეს მათ საფრთხე ემუქრება, სწორედ აი ამ ფანტაზიებით შეპყრობილი რაღაც უცნაური ადამიანის მხრიდან. მე დავიტოვებ იმედს, რომ საღიაზრი გაიმარჯვებს, არ ვიცი არის თუ არა ჩერჩილის პოლიტიკა საღიაზრის პოლიტიკა ქვია. ხო, კი რასაც პუტინის უბრუნებს ხშირად თავის კომუნიკაციაში, ლავროვის განცხადებებში აი ეს ტერმინის ბრუნდება, სხვა შორის ქართული ოცნების განცხადებებში. მე ვიცი ზუსტად რომ იმ უამრავი ხარვეზის მქონე მსოფლიო წესრიგს, რომლის სათავეში იდგა შეერთებული შტატები,
მართლა ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ ის იყო საუკეთესო რაც აქამდე ოდესმე ყოფილა და რომ მას აქვს ალტერნატივა. რომ ეს სოფლიო წესრიგი შეიძლება იქნას მიტაცებული სხვა დიდი სოფლიო ძალების მიერ, ან იქნას ჩანაცვლებული დიდი ქაოსით და ეს არავის არ აწყობს პირველ რიგში შეერთებულ შტატებს. ვიქონიოთ იმედი საღიაზრის, ერთი რაც ტრამპმა დაამკვიდრა არის ის, რომ მის განცხადებებს ძალიან ხშირად სრულიად განსხვავებული ქცევა მოსდევს. ქცევას დავაკვირდებ ჯერჯერობით მისი ქცევა მაინც და მაინც მე იმედს არ მაძლევს, მაგრამ იმედი როგორც თქვენ ბოლოს კვდება, იმედი ვიქონიოთ საღიაზრეთ გამარჯვების. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ბადრიძე, გამოცდილი დიპლომატი, რომდელის ფონდის უფროსი მკვლევარი იყო გადაცემის პირველი სტუმარი. გადავიდაცვლოთ ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. 21 საუკუნეში პრინციპში ყველა ერთნაირად უყურებთ იმას თუ რას იტყვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მაგრამ ბათო ქუთელია საქართველოს ყოფილ ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს. ბევრი სხვა საშუალებაც აქვს ამერიკის პოლიტიკურ ინსტიტუტებთან კომუნიკაციის გათვალისწინებით იმსჯელოს პრეზიდენტის მიმართვაზეც, იმ რეაქციებზე, რომელიც მას მოყვა და მოსალოდნელ შედეგებზე, ამიტომ პირველი მისალმების შემდეგ რაც მინდა ზუსტად ეს პირველი შთაბეჭდილებებია ვათუგისმენთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. არა მარტო ჩვენ მთელი მსოფლიო უყურებდა ამ გამოსვლას ბევრი ფაქტორების გამო. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ბუნებრივი არის უკრაინა და ჩვენთვისაც და ევროპელებისთვისაც უკრაინაში ამერიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები იქნება ბევრი რამის განსაზღვრული სამომავლოდ და მოცემულობა ისეთი არის, რომ ცივილიზებულ დემოკრატიულ სამყაროს ამერიკის გარეშე გაუჭირდება რუსეთის დამარცხება და უკრაინის მხარდაჭერა. აქ მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ის, რომ ეს საკითხი ამერიკის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგთანაც არის მიბმული და მთელი მცდელობა ვაშინგტონში ანამდეც და აი ამ გამოსვლის შემდეგაც ალბათ წავა იმაზე, რომ ის ადამიანები, ვინც არ არიან იზოლაციონისტები და თვლიან, რომ ამერიკას აქვს მნიშვნელოვანი როლი, დააკავშირონ ამერიკის ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესები იმასთან, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. ამ კუთხით პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლა კარგი იყო იმ წინა პირობების გათვალისწინებით, რაც მანამდე იყო და გაურკვევლობის თეთრსახში ზელენსკის სტუმრობას გულისხმობ. პოზიტიური გზავნილები იყო, ხელშეკრულება მინერალების შესახებ მზად არის ხელმოსაწერად, ამაზე შეგვიძლია დამატებით ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს ხელშეკრულება ნამდვილად მნიშვნელოვანი არის ორივე ხელმომწერი მხარისთვის, უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის. ბუნებრივია, იქ ბევრი ნიუანსი და დეტალი არის, რომელსაც ხედავთ, რომ აი ზელენსკიმ ამ გამოსვლამდე თავისი საჯარო პოსტით კარგი საფუძველი შეუქმნა იმისთვის, რომ ტრამპმა გამოხატა მძღოლობა მოეწერა ხელი. ახლა რაც შეეხება შიდა ამერიკულ საკითხებს, მისი გამოსვლა მთლიანად მიზონილი იყო შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. რეალურად რაღაც კამპანიის გაგრძელება იყო და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ დღევანდელი პოლიტიკა, დღევანდელი დემოკრატიული მმართველობის სისტემა გარკვეულწილად 24/7-ზე კამპანიის რეჟიმზე გადავიდა. ერთი მარტივი ახსნა მისი არის ის, რომ იმდენად ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის, რომ 4 წელი არავის არ უნდა დაიცადოს, ამორჩევოს არ უნდა დაიცადოს, რომ ნახოს შედეგები და შემდეგ ახალი ხელისუფალი აირჩევს. ანუ ყოველდღიური ანგარიშვალდებულებაა საჭირო და ტრამპის ადმინისტრაციაც როგორც ჩანს პულს ზომავს და ამ საზოგადოების პულსიდან გამომდინარე აჟღერებს თავის გზავნილებს. ცუდი მხარე რაც იყო, რაზეც ყველა საუბრობს აქ ვაშინგტონში, რაც არ ახასიათებს ხოლმე განსაკუთრებით გამარჯვებული პოლიტიკურ ძალას, ვისაც ოფისი, ანუ თეთრი სახლის ადმინისტრაცია უჭირავს ხელში, იყო ისევ და ისევ მაპოლარიზებელი გამყოფი, იმიტომ რომ ბევრი შიდა გამყოფის გარდა არის რაღაც საკითხები, რაც ამერიკელებს, ამერიკულ საზოგადოებას აერთიანებს. განსაკუთრებით საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხები და აქაც სამწუხაროდ გამოჩნდა, რომ ყველაფერი ძალიან პოლარიზებულია და როდესაც ამერიკა შიგნით პოლიტიკურად პოლარიზებულია, ნაკლები რესურსი რჩება იმ დიდი პრობლემების მოსაგვარებლად,
ზოგადად რაც სოფლიო წესრიგის, არეულ სოფლიო წესრიგის დაალაგება სჭირდება. აი, ჩემი შემდეგი კითხვა ზუსტად აი ამ არეულ წესრიგს უკავშირდება, როცა რაღაცა ზრევ, რაღაც გეგმა უნდა კონდეს თავში, როგორ გინდა რომ დაალაგო. რასაც თქვენ აკვირდებით ახლა, სტრატეგიულ დონეზე არსებობს რაიმე ასეთი გეგმა, რის გამოც თუნდაც ის ფაქტორები, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობდით, მათ შორის ჩვენს წინასწარმართანაც და ასე შემდეგ, ანუ ის რესურსები, შესაძლებლობები, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს და შეუცვლელია თითქმის მოკავშირეებზე შანტაჟისთვის კი არ გამოიყენებოდეს, მათზე ზეწოლისთვის კი არ გამოიყენებოდეს. არამედ ზუსტად იმ სტრატეგიულ მოწინააღმდეგეების მიმართ იყოს მიმართული მოკავშირეებთან ერთად, რომლებიც პრინციპში თუნდაც ჩინეთის სახით არის იდენტიფიცირებული პრეზიდენტ ტრამპის, მისი ადმინისტრაციის ან წინამორბედების მხრიდან. რა ბედი ელის უკრაინას, მოდით პირდაპირ ასე ვთქვათ, რამდენად პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა ამ მხრივ და რამდენად მდგრადი შეიძლება იყოს ეს დინამიკა. მიუხედავად ამ ბევრი რიტორიკული აკრობატიკისა და გამოჩნდა რომ იგივე ადმინისტრაციის შიგნით და ეგეცაც არის ხოლმე ყოველთვის არის სხვადასხვა დაჯგუფებები რომელიც სხვადასხვანაირად უყურებენ ბევრ საკითხებს მათ შორის საერთაშორისო საკითხებსაც მაგრამ მთავარი განსაზღვრელი ფაქტორი არის მაინც ამერიკელი ხალხის დამოკიდებულება და გამოჩნდა ბევრი კვლევა აჩვენებს აი ამ თეთრი სახლის ასეთი არეული გზავნილებიდან გამომდინარე იმ პრესკონფერენციიდან და რაც წარმოიშვა, გამოჩნდა რომ ამერიკელი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინას, აღიქვამს რუსეთს როგორც მთავარ საფრთხედ და იმისათვის რომ ეს პოლიტიკაში გადაიზარდოს, ბუნებრივია საჭირო ამაზე მუდმივად აპელირება. სამწუხაროდ საფრთხეებთან დაკავშირებით საერთო პოზიციის გამონახვა დემოკრატ და რესპუბლიკელებს შორის, მათ უფრო ცენტრისტულ ფლანგს შორის არ მომხდარა. და ასევე სამწუხაროდ კარგად გამოჩნდა ასევე ერთი ძალიან საინტერესო ნიუანსი, რომელზეც რუსული პროპაგანდა დიდი ხანია ევროპაშიც მუშაობდა, ეგრეთ წოდებული ნალის კოალიცია უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ. რას ნიშნავს ეს ნალის კოალიცია, რომ ულტრამემარცხენელი და ულტრამემარჯვენეები რაღაცა ფორმით საერთო პოზიციებს პოულობენ სხვადასხვა მოტივაციით, მაგრამ წინააღმდეგი არიან, რომ ამერიკა დაეხმაროს, თქვათ, იგივე ხდებოდა გერმანიაშიც, ახლა გამოჩნდა ეს კრემლის ფაილები, როდესაც გაჟოვნა, იქ გამოჩნდა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი რუსული პროპაგანდისტული გავლენის ოპერაციის სწორედ ასეთი კოალიციის შეკვეცება იყო, გარკვეულწილად ეს ევროპაშიც გამოსდიოდა და სამწუხაროა, რომ ამერიკაშიც გამოჩნდა, რომ 360 გრადუსით, აი ეს ორი რადიკალური და ამ საკითხზე რაღაცა ფორმით თანხმდებიან და ამას იყენებენ სწორედ აი პოპულისტური ნიშით, რომელიც დარჩა პოლიტიკურ სისტემაში იმის გამო, რომ ყოველდღიური პრობლემები დაგროვდა და შესაბამისად ამ ვაკუუმს ავსებს პოპულისტური გზავნილები. ასე რომ საკმაოდ რთული განტოლება არის ამოსახსნელი უკრაინელებს ხო, ბოლოს მინდა რომ ზუსტად ისე უკრაინას მიუბრუნდეთ, იმიტომ რომ დამატებით ვრცელდება კიდე ინფორმაციები, მაგალითად ჰაიმარსის ოპერატიული მართვისთვის აუცილებელი data, ანუ საინფორმაციო ბაზის შეწყვეტა, წვდომის შეწყვეტა მოხდა და კიდე სხვა რაღაცეები, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის არა მარტო თავდასხმით პოტენციალს უკრაინის არმიის, არამედ თავდაცვის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებსაც. როგორც ჩანს, პრეზიდენტის დონეზე ეს კი ითქვა გუშინ, რომ პოზიტიური დინამიკაა, მაგრამ ჯერჯერობით ეს ზემოქმედების ეს ბერკეტები მაინც გამოიყენება რაღაცისთვის. სანამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს, სანამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი. ზოგადად ესეთი ტიპის რაღაცა ტაქტიკური პაუზები რუსეთთან მიმართებაში სამწუხაროდ, მაგრამ რეიგანის შემდეგ ყველა ადმინისტრაციას ახასიათებდა და თვლიდნენ, რომ რუსეთთან რაღაც გადატვირთვის მიღწევა შესაძლებელი იყო და მე ბოლოს კრახით თავდებოდა. შესაბამისად ეს კომპონენტიც, რაც თქვენ ახსენეთ, სადაზვერო ინფორმაციაზე შეზღუდვა, რომელიც რეალური დროის სადაზვერო ინფორმაციას გულისხმობს, რომელიც უკრაინელებს ეხმარებოდა ზუსტი სამიზნეების არჩევაში, ალბათ ამის ნაწილი არის დროებით შეჩერდა. ყოველ შემთხვევაში ესეთი ინფორმაცია გამოვიდა საჯაროდ, მაგრამ ოფიციალური დადასტურება ამისი რეალურად ვერ ვნახეთ. მაგრამ
ჩემი ვარაუდი არის, რომ ალბათ ესეც ნაწილი არის იმ პარალელური დიალოგისა, რომელიც გუშინ გამოსვლისას პრეზიდენტ ტრამპაც აღნიშნა, როდესაც რუსეთს ელაპარაკებია. ეს აღმოჩნდა, რომ აღმოჩნდა კი არა, ესეც არის ხოლმე წინა ადმინისტრაციის პირობებში და ეხლაც რაღაცა პარალელური არხი კომუნიკაციის რუსეთსა და ამერიკას შორის ყოველთვის არსებობდა. ახლა ცოტა ხნის წინ ბობ ვუდვორდის წიგნი გამოვიდა, რომელშიც ის საუბრობს იმაზე, რომ რუსული არხი, იგივე ბაიდენის საკომუნიკაციო არხის საშუალებით რუსები თხოვდნენ ამერიკელებს, რომ უკრაინელებს ალყაში მოქცეული რუსები ბოლომდე არ გაეღვიათ და ამერიკელები აჩერებდნენ. ანუ ეს ამ პროცესს ესეთი დიდი მოთამაშეებს შორის ურთიერთობის პროცესს ახლავს. სამწუხაროდ მე ვთვლი, რომ ეს ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს, მაგრამ ეს პაუზა ზოგადად მორალურ განწყობაზე იმ მეომრების, რომლებიც ფრონტის ხაზზე არიან, უნებრივია კარგად არ აისახება და ვარაუდობ, რომ ამის ნაწილი არის დროებით შეზღუდვა, რომ ალბათ რუსეთიც ამას წინაპირობა დააყენებს, რომ დაждდეს მაგიდასთან. თუ დაждდება საერთოდ. მე მგონი ისინი უფრო ტაქტიკურ პაუზას იღებენ და ტრამპის ადმინისტრაციასაც, როგორც წინა ადმინისტრაციებს მოუწევთ წარეgaკვეთილი მიიღონ რუსეთისგან, როდესაც ისინი რაღაც ტაქტიკური ცვლების შემდეგ ბოლოს საერთოდ აყირავენ მაგიდას, რაც საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული რუსული დიპლომატიის სტილი იყო და ერთადერთი რეიგანმა აუღო ამას კარგად ალღო და რითი დასრულდა კი ვიცით. ნახოთ მთელ ამ პერიოდში უკრაინა ზიანდება, ზარალდება და მათ შორის ის დემოკრატიული სარტყელი, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ და უნდა ყოფილიყავი და უნდა ვიყოთ მომავალში. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ველით მოგვიანებით კვლავ თქვენს შეფასებებს ვაშინგტონიდან, რაც ყოველთვის საინტერესოა. ვემშვიდობებით ბატონ ქუთელიას, საქართველოს ყოფილ ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში. სტუდიაში საუბარს ამავე თემაზე ვაპირებთ, ოღონდ ცოდნავ განსხვავებული კუთხით. ლევან ყურაშვილი, სამხედრო მიმოხილველი პარტია ახალიდან შემოგვიერთა და პირველივე კითხვა, რომელიც ლევანს მინდა დაუსვა, რამდენად დააზარალებს უკრაინის თავდაცვის უნარიანობას, არა მარტო შეტევით პოტენციალს, ის ცნობები, რომელსაც ახლა ვიღებთ, ქართველი მეომრებიც იწერებიან ახლა, რომ ჰაიმარსის მართვის ნაწილშიც გაჩნდა უკვე პრობლემები, რამდენიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ჰაერშივე მიაბრუნეს, რომლითაც ტექნიკური მომარაგება ხდება, ასე ვთქვათ, უკრაინის მიმართულებით. როგორ იმოქმედებს ეს? ჩვენ მოგვიანებით უკრაინიდან ჩავთავთ ქართველ მეომრებს ვიცე-პოლკოვნიკ ირაკლი ქურასბედიანს, რომელიც ადგილიდან განწყობასაც გაგვიზიარებს, მაგრამ მთლიანობაში თქვენ როგორ ხედავთ ამ სურათს? Სამები დოქტორ გიორგი, მადლობა მოწვევისთვის. მე სამები თქვენს მაყურებელს. ცხადია ჰაიმარსის საინფორმაციო დატას შეწყვეტა და სხვა დახმარებების შეწყვეტა კარგად ვერანაირად ვერ აისახება უკრაინის თავდაცვის უნარიანობაზე, როგორც თავდაცვაზე, ისე შეტევით ოპერაციებზე. მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როცა ფრონტზე სიტუაცია ამ წუთას დასტაბილურებულია, რუსები ცდილობდნენ ქალაქ პოკროვსკის აღებას და არაფერი გამოვიდათ და პირიქით ტაქტიკური კონჩეტებები ჰქონდა უკრაინას. იგივე ჰაიმარსების საშუალებით ხდებოდა ზუსტად ლოჯისტიკურ კვანძებზე დარტყმა, ხდებოდა სამეთაურო შტაბებზე დარტყმა ფრონტის სიღრმეში და ფრონტის სიღრმეზეა საუბარი, რომელიც გარკვეულ პერიოდით თიშავდა მათ შეტევით პოტენციალს. რა თქმა უნდა, ასეთი დარტყმების არარსებობა ზიანს აყენებს უკრაინას, ამაზე ორი აზრი არ არის და იმ დახმარების შეწყვეტა, თუ ეს დიდხანს გაგრძელდება, რა თქმა უნდა, დააზიანებს უკრაინას. თუმცა არ არის ეს რაღაცა ისე, რომ ახან დახმარება შეწყდა და იმედი მაქვს დროებით, რომ უკრაინა ამომს წააგებს ხვალზე ორთვეში ან თუნდაც ნახევარ წელიწადში. უკრაინელებმა საკმაო გამოცდილება დააგროვეს ამ ომის განმავლობაში. ჩვენ გვახსოვს პირველი პერიოდი, პირველი თვეები, როცა უკრაინას პრაქტიკულად არანაირი დახმარება არ ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით იგივე ჯაველინებს, ენლოვებს, ან ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას და სტინგერებს, რომლითაც პრიმიტიული საშუალებაა საჰაერო აპარატების ჩამოგდების, ხო, საკუთარი ძალებით, საკუთარი შეიარაღებით, საკმაოდ მოძველებული შეიარაღებით არც თუ ისე ბევრით, მოახერხეს რუსების გაჩერება ჯერ რუსეთის ლევონეს აღნიშნოთ, რომ რუსეთის ყველაზე გაწვრთნილი ელიტური შენაერთების, რომელთა სამხედრო პოტენციალის ეფექტურობის გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ის ხალხი, რომელსაც ახლა ისინი იყენებენ საბრძოლო მოქმედებაში. ახლა ჩვენ ფაქტიურად არ გვაქვს საუბარი რეგულარულ არმიაზე, რუსების მხრიდან ომობს რაღაც გაურკვეველი მასა, რომელსაც არანაირი ერთად ბრძოლის საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის არანაირი გამოცდილება არ აქვს. ეს ხალხი უბრალოდ გამოიყენება სახორცე მასალად, რომელსაც უბრალოდ უშვებენ უკრაინულ სანგრებზე და აქედანაც გამომდინარეობს ის შედეგი, რაც დგას
უკრაინაში ბოლო 1 წელიწადში დაახლოებით 0.5%-ის დამატებით ოკუპაცია მოახერხეს უკრაინის ტერიტორიის, რომ დავაკვირდეთ 2022 წლიდან აი რაღაც დიაგრამას ტერიტორიებს, რასაც აკონტროლებს რუსეთი, თავიდან რაც დაიკავა, იმის თითქმის ნახევარი დაკარგა პირველივე წელს და იმის შემდეგ თითქმის არ გაზრდილა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები აბსოლუტურ პროცენტებში თუ ავიღოთ, რა თქმა უნდა, რაღაც კონკრეტული ქალაქები დაიკარგა, თუმცა დაახლოებით ისეთ სიტუაცია ფრონტზე, როგორც იყო პირველი მსოფლიო ომის დროს, დასავლეთის ფრონტი უცვლელია, გვახსოვს ხო ცნობილი. დაახლოებით იგივე სიტუაცია, ხო, ანუ ვიღაცა რაღაცა რომელიღაც სოფელს აიღებს, ან ერთი ან მეორე მხარე, მაგრამ ეს არსებულ სიტუაციას არ ცვლის და ლევან, მაპატით გაგაწყვეტინებთ, კავშირი რო არ გაწყვეტს, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი ჩაგვერთვება ახლა ჩვენ უკრაინიდან, მივესალმები მას და რა თქმა უნდა ყველას გვაინტერესებს როგორია განწყობა იმ პოლიტიკური განცხადებებისა თუ გადაწყვეტილებების ფონზე, რომელიც გვესმის, მათ შორის იმ გარკვეული განმუხტვის სიგნალების გათვალისწინებითაც, რომელიც ჯერ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადების შემდეგ ამ განცხადებაზე ტრამპის რეაქციის სახით ვნახეთ საპრეზიდენტო მიმართვის დროს კონგრესში. ირაკლი გისმენთ. Salamshdebis, Georgi. იმდენად დიდი თემაა და ღრმა პოლიტიკური ანალიზის და მთელი მსოფლიო ამას განეხილავს, რომ მართალი გითხრა ბრძოლის ველზე ჩვენს ბევრი დრო ამისთვის არა აქვს. სამხედრო ოპერატიული ესე ვთქვათ მოცემულობა გვაინტერესებს, იმიტომ რომ აი აქ ლევანი საუბრობდა უკრაინის არმიის შესაძლებლობებზე, ავლებდა გარკვეულ პარალელს, მანამდე რა მდგომარეობა იყო და ამ ხრი უკვე რა გამოცდილება და შეიარაღება დააგროვა უკრაინამ. თქვენი ამ შემთხვევაში როგორც ადგილზე მყოფი ოპერატიული მეთაურის აზრი გვაინტერესებს. რის თქმა შეიძლება? ამ განცხადების ფონზე ახლა ვთქვათ, რომ საშინელებაში კი ახლა ბევრი განიცდის, ბევრი ფიქრობს, ვისაც აქვს ამის დრო, მაგრამ გარკვეული არაფერი არ არის და მუდმივი არაფერი არის, მართლა არ არის ესე რომ ვაიმე всё მორჩა რაღა გვეშველება. განწყობას რაც შეეხება ესე არ არის, რაც შეეხება ვითარებას, ყველაზე უარესი სცენარი რომს გავითვალისწინოთ, ახლობით ერთი ალბათ, რა თქმა უნდა, ზუსტი ციფრები, ახლა რაც არ რომელმა ანალიტიკოსმა ამცოდნა, უნდა თქვა სპეციალისტმა, ზუსტი ციფრები აქ იცის, რამდენიმე კაცმა რეალურად. მაგრამ ახლა ზოგადად როს გადავხედოთ, ერთი მეტნაკლებად იძახიან, ერთი ნახევარი წელი, ასე ვთქვათ, დიდი პრობლემა არ იქნება. პრობლემა იქნება ერთადერთ შემთხვევაში თუ კი ყველაზე უარესი ამ შემთხვევაში იქნება კავშირგაბმულობის გათიშვა, სტარლინგის გათიშვა. ეს ძალიან მყისიერ პრობლემას გამოიწვევს. კი, გადაეწყობა, ახლა ჩვენი მოწინააღმდეგე სტარლინგის გარეშე და ჩვენც მოგვიწევს ბევრი რამის შეცვლა, ასე ვთქვათ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს პრობლემას გამოიწვევს. დანარჩენი რო ვთქვათ, რომ ახლა რაღაცა ამ წუთში კატასტროფულ რაღაცა დღევანდელს და ნახოთ ახლა 2 თვის მერე და 3 თვის მერე რა იქნება, ჯერ ერთი თვითონ ფრონტის ხაზზე დღეს ნამდვილად არა კარგად რუსეთს საქმე, ამიტომ რომ მე წინა საუბრში ვისაუბრეთ სინათაც რომ არანაირი აზრი არ აქვს 10 კილომეტრი და 2 კილომეტრი, მაქსიმალური წინსვლა მთელი წლის მანძილზე კონდათ 40 კილომეტრამდე ერთ მონაკვეთზე დანარჩენზე ნაკლები სიღრმეში. აქ თავარი ეს არის და თავარია ბრძოლის უნარიანობა და რამდენი მოწინააღმდეგეს ან ჩვენ რა ძალები გაგვაჩნია. და ამ კუთხით საკმაოდ რთული მდგომარეობაა და ასეთი ტემპით ახლა რო არ გავითვალისწინოთ რომ რა შეიძლება მოხდეს შეზღუდვებს თავი დავანებოთ და ეს რო არ მოხდარიყო, ეს რას მოიტანს ამას ნახავთ, მაგრამ ეს რომ არ ყოფილიყო და ასეთივე ტემპით გაგრძელებულიყო ის დახმარება, რა დახმარებასაც გვაძლევდნენ, რომელიც პრინციპში ესე ვთქვათ კოუზით იყო და ძალიან ცოტა თავის მიზეზის გამო მარტო ტრამპით არ დაწყებულა ეს ყველაფერი პირველი დღიდან რეალურად ცდილობენ რომ მე ასე თუ ისე შეინარჩუნონ რუსეთი იმ ფორმით რა ფორმითაც არის ეს ფაქტია რაც არ უნდა მოგწონდეს გინდა მომხრეებს გინდა მოწინააღმდეგეს გინდა ტრამპის და გინდა დემოკრატების ეს ფაქტია ასეთი ტემპით დიდხანს ვერ გაძლებს რუსული არმია და დარჩენილი იქნებათ ერთი ან ტოტალური მობილიზაცია ცოცხალი ძალისთვის, რასაც სხვადასხვა სპეციალისტები ნამდვილად ტექნიკა არ არის,
აღარ არის ტექნიკა ჟიგულებით დარბია. ირაკლი ზუსტად ამის კითხვა მინდოდა გუშინ უსმენდი რუს სამხედრო მიმომხილველებს და გამიკვირდა სხვათა შორის რომ მათი ცენზურის ფილტრის მიღმა ეს ინფორმაცია გამოვიდა, მაგრამ სერიოზული ჩივილი აქვთ ასე ვთქვათ გადასაადგილებელ ტექნიკასთან მიმართებაში და მათ შორის ვიდეო გამოსახულებებითაც ჩანდა რომ სერიოზული დეფიციტია როგორც ჩანს შესაბამისი ავტომობილების სამხედრო ტექნიკის წარმოების და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანი არის უცხოური კომპონენტი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რითიც ზელენსკი მათ შორის ტრამპთანაც და ასე ვთქვათ შეერთებული შტატების პოლიტიკურ ელიტასთანაც აპელირებდა რომ ეს არ არის მარტო რუსეთ-უკრაინის ომი ასე ვთქვათ და რომ ზუსტად ის სუბიექტები რომლებიც ტრამპს უპირველეს მეტოქეებად ყავს მოხაზული აზიური კონტინენტიდან ისინი ღებულობენ უკვე არათუ ირიბ არამედ პირდაპირ მონაწილეობა სამხედრო ოპერაციებში. მე ჩრდილოკორეელები მყავს ხედულობაში, ის ჩრდილოკორეელები, რომლის ლიდერსაც ტრამპი ასე ვთქვათ საზღვარზე სტუმრობდა, გვახსოვს ეს ცნობილი კადრები თითქოს შეთანხმების, რომლის გაგრძელებაც ის იყო, რომ ისინი ჩაოლებერად აგრძელებენ თავიანთ ბირთვულ ასე ვთქვათ შეიარაღებას და ასე შემდეგ, ხო? აი ეს კითხვები მაინტერესებს. ბრძოლის ველზე რა ჩანს ამ მხრივ, იმიტომ რომ თქვენ დამატებით ასე სხვა დაკვირვების საშუალებები გააქვთ ისეთ სპეციფიურ ქვედანაყოფში ასე ვთქვათ ომობთ და ამ მხრივ რო გითხრათ უფრო მეტი. ну ინფორმაცია არის, რა თქმა უნდა, ყველამ ვიხილეთ, მაგრამ პირადად მე ხა კადრებში არც ჩემი მეგობრებისა ჯერ არ მინახია მაგალითად FPV-ით განადგურებული ვირი, მაგრამ ჟიგული და მოსკვიჩი ბევრი. და ასე რომ მართლა არ არის კაი მდგომარეობა, ტექნიკა ფაქტიურად იწურება, რაც უფრო დრო გადის. კი, უზარმაზარი ასე ვთქვათ მარაგები გააჩნდა, რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ, რომელიც ძირითადად დარჩა რუსეთის ტერიტორიაზე და ეს ერთად აღებული ჯავშანი ტექნიკა აღემატებოდა ხელდანარჩენ მსოფლიოში ერთად აღებულ ასე ვთქვათ ჯავშანი ტექნიკას შეიარაღებაში, დასავლურ სამყაროში, მაგრამ მორჩა, ну აი რაც გამოსატანი იყო და რისი გარემონტება შეიძლება და ამას აკეთებდნენ, ზუსტი თუ არაზუსტი მეტნაკლებად ახლო ცნობებით რაც ცნობილია შეუძლია წელიწადში რაღაც 60-100-მდე ერთეული ტექნიკა აწარმოონ ტანკს რაც შეეხება ძირითად საბრძოლო მანქანას ბრძოლის ველზე 100 ტანკი არის ინტენსიურ ბრძოლაში შეიძლება რაღაც 1-2 კვირის საქმე და დღეს 70-80% დღეს დრონებით ხდება მიზნების განადგურება, артиლერიაც კი უკვე არა. გასაგებია ეს არ არის შეტევითი იარაღი, თავდაცვაში ამით ჩვენ ვერ დავიბრუნებთ ნამდვილად ტერიტორიას, მაგრამ ის რომ მოწინააღმდეგე ჩვენი ახლა არ არის თავის დროზე იყო შეცდომები რომ რაღაც ჩვენ რაღაც 21 წლის საზღვარზე გავალთ, ძალიან ისეთი პოპულისტური 2014 წლის ბოდიშით საზღვარზე ძალიან პოპულისტური იყო ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი შეცდომა და დანაშაული აქვს ჩვენ მხარესაც ეს თქვა ხელმძღვანელობას დაშვებული ამ კუთხით იმიტომ რომ ესეთი ცრუ იმედები არ უნდა იყოს რაღაც რეალობასთან უნდა იყოს მე ესე ვთქვი ყოველ შემთხვევაში მაგრამ თავარი არის ვის შერჩება ბრძოლის უნარიანობა და ბრძოლის უნარიანი არმია ამ ხრივ ესეთი ტემპით რომ გაგრძელდეს თვეში რამოდენიმე 1000 კაცი სულ 2-3 იყოს რეალურად მეციბერზეა საუბარი წლის ბოლომდე ნამდვილად ვერ იქნება კარგად აქვს ტექნიკაზე აღარ მაქვს საუბარი იმიტომ რომ მართლა უკვე ყველა ვნახეთ ვირებს იყენებენ რუსები რაზე უნდა ხო რუსები რა თქმა უნდა კი რა თქმა უნდა ჩვენს გვაქვს პრობლემა ცოცხალი ძალის საკმაოდ მაგრამ ნუ რეალობა ესაა გასაგებია ყველამ ვიცით რომ ხომ ტერიტორიაზე დიდია რაოდენობით და ოდენობით მაგრამ არაფერი თავდაცვის ბრძოლაში ვართ ბევრად უფრო დიდ ზიანს ვაყენებთ ვიდრე ჩვენ კარგავთ მოწინააღმდეგეს და რაც თავარია ესე სტრატეგიული სივრცე რომ მანევრი და უკანსვლა რომელი პოზიციების შენარჩუნებას უკვე არ არის ხელსაყრელი ავტოვოთ და უკან დავიხიოთ არაფერს არ ცვლის ეს ყველაფერი ხან ეს არ არის ტერიტორიის რომ ჩვენ მესმის რომ ქართველები ძალიან პატარა ვართ და ჩვენთვის ერთი პატარა გოჯი მიწაც ესეთი მნიშვნელოვანია და სხვანაირად აღვიქვამთ აქ ეს რეალობა არ აქვს სხვა საზომებით ხდება აქ თავარია მოწინააღმდეგის ბრძოლის უნარიანობის დაკარგვა რომ დაკარგოს მოწინააღმდეგე და ამ კუთხით
ამ წელს ასეთი ტემპით თუ რაღაცა კატასტროფულად არ შეიცვალა რუსეთისთვის, ანუ ან ბირთვული იარაღი უნდა გამოიყენოს, რითაც იმუქრებოდა, ასე ვთქვათ, უკაცრავად იმისთვის უხეშად, მაგრამ ჭამეს ეს თავის დროზე ამ შტატებმა და დასავლეთმა, როდესაც 2022-ში არ მოგვცეს ფაქტიურად საშუალება არმიის განადგურების კუთხით ხარკოვის ოპერაციის დროს, ხერსონის ოპერაციის დროს მიგვეყვანა იქამდე საქმე, სადამდეც შეიძლებოდა ფაქტიურად მისული იყო და ან უნდა გადაარჩინონ და გააკეთონ ის, რასაც აკეთებენ, ან უნდა დააახლოს რუსების საქმე. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა. ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი უკრაინიდან გვერდებოდა და გვიზიარებდა, გვამარაგებდა არა მარტო ინფორმაციით, არამედ განწყობით, რომელიც ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ბრუნდების სტუდიაში ლევან ყურაშულთან, სამხედრო მიმოხილველთან. ჩვენ ერთად მოусმინეთ ახლა ირაკლის, რომელიც სხვა შორის საქართველოში სამხედრო დაზვერვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და რა თქმა უნდა არსებობს ლოკალური მოცემულობა და არსებობს უფრო დიდი სურათ. ახლა საუბრობდა ირაკლი, გულისხმობს იმას, რომ სულ რო არაფერი არ აკეთოს აქეთ, ასე ვთქვათ, დასავლეთმა და უკრაინამ თავის შესაძლებლობებით გააგრძელოს ბრძოლა, მაგრამ ფაქტია, რომ ასე არ არის. არც ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაშია ეს ასე საბოლოოდ გარკვეული პოზიტიური ტენდენციები არის, თუმცა ფაქტია, რომ პასუხისგებლობის რაღაცა წილს ამცირებს შეერთებული შტატები და შეამცირებს, მაგრამ ეს ვაკუუმი აუცილებლად უნდა შეივსოს და პოლიტიკური ნების გაცხადებული საფუძველზე ივსება ევროპიდან, ევროკავშირის შეგდემლოდ მარტო არ ვახსენებ, იმიტომ რომ ბრიტანული კომპონენტიც არის, ვნახეთ, კანადის მონაწილეობა, ვნახეთ, ასე ვთქვათ, თურქეთის განწყობა და განცდა. მოდით აი ამ დიდ სურათში შევხედოთ აი ამ უახლოეს პერსპექტივას. ხო, მოდი ამერიკით დავიწყოთ. ჩემი აზრით ახლა ტრამპის ადმინისტრაცია რაც აკეთებს, საკუთარი გადაწყვეტილების სერიოზულობა უნდა დაანახოს ყველას. მაგიტომაც ხდება ჩემი აზრით დახმარების შეჩერება ესე მყისიერად არ აისახებოდა რა თქმა უნდა ფრონტის ხაზზე, იმიტომ რომ ტექნიკა არის უკრაინაში და ამუნიცია არის. აი ჰაიმარსის სოფტის გაჩერება მყისიერად აისახება და აჩვენებს განწყობის სერიოზულობას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოლაპარაკების წინ, რაც ჩვეულებრივი ტაქტიკა. მე არ მგონია რომ ეს დიდხანს გაგრძელდება, იმიტომ რომ პოზიტიური სიგნალები არის ორივე მხრიდან, მათ შორის იგივე ტრამპის განცხადებას თუ ვნახავთ გუშინდელს და ზელენსკის დღევანდელ განცხადებებს, არის საუბარი რომ ორივე ქვეყნის ორივე პრეზიდენტის გუნდებმა დაიწყეს მუშაობა მოლაპარაკებაზე. დღესაც ზელენსკიმ კონკრეტული გვარების დაასახელა ერმაკი და ეროვნული უშუალობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კავშირზე. მე არ მგონია რომ ეს დიდხანს გაგრძელდება, განსაკუთრებით სოფტის ამბავში და იგივე სადაზვერვო ინფორმაციის ამბავში ამაზე CIA-ის ხელმძღვანელმაც ისაუბრა დირექტორმა რომ ეს არ გაგრძელდება დიდხანს. პაუზა უწოდა და ვფიქრობ რომ მალე დასრულდებაო. ამიტომ მე მგონია რომ ეს გაგრძელდება. ხმარება უბრალოდ ზელენსკის თავი ამოცანა ახლა რა არის ჩემი აზრით ეს არის რომ აჩვენოს ამერიკის მოქალაქეებსაც და ზოგადად პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს რომ ის არ არის ის ადამიანი ვინც ცდილობს რომ მშვიდობა არ იყოს. იმიტომ რომ ჩვენ ვიცნობთ რუსები ყოველთვის ზედმეტი და ამბიციური მადით გამოირჩევიან და ზოგადად ისინი ყოველთვის შლიან შეთანხმებებს. ჩვენ გვახსოვს იგივე ჰილარი კლინტონი გავიხსენეთ, ხო? ჰილარი კლინტონი იყო ჩასული თავის დროზე ეგრეთ წოდებული პერეზაგრუსკის წითელი კნოპკი, რომელსაც შესაძლოა პერეგრუს გადააწერეს, რომელიცაც არაფერი არ გამოვიდა, იმიტომ რომ რუსები არაფერს არ იცავენ შეთანხმებებს, ამიტომ თავარი ახლა რომ ზელენსკიმ აჩვენოს რომ ის ბზად არის და შეთანხმების ჩაშლა დაბრალდეს რუსებს, იმიტომ რომ რეალურად ისინი მართლა ეცდებიან ამ შეთანხმების ჩაშლას, იმიტომ რომ მათ აქვს დიდი მადა. თავარი არის რომ ზელენსკი იყოს ამ შემთხვევაში მშვიდობის ყოფილის როლში და მას საკმაოდ ხარდაჭერა აქვს როგორც ამერიკის საზოგადოებაში, ისე რესპუბლიკურ პარტიაში თვითონ შიგნით და რესპუბლიკურ პარტიის წევრებსაც ჭირდებათ მოტივი და რიტორიკაში იმის თქმა, რომ აი ზელენსკის უნდა მშვიდობა, მაგრამ რა ვქნათ, რუსებს არ უნდათ. ჩვენ რუბიოს განცხადებას თუ ნახავთ რამდენიმე დღის წინ, მან თქვა, რომ ჩვენ უნდა ჭირდება შემხედრი ნაბიჯი უკრაინისგან. მაგიდასთან მოვიყვანოთ რუსები, ნახოთ რეალურად რისთვის არიან მზად. რის მზად არიან თუ არა? ამ თამაში უნდა გაყვეს ზელენსკი. კი, ამ უნდა გაყვეს. ის პრინციპში ეს ჩანს, რომ გაყვა მისი ბოლო ვრცელი განცხადება წერილი, რომელიც წაიკითხა ტრამპმა უკვე კონგრესში. კი, კარგია რომ ის გაუგებრობა რაც იყო თეთრ სახლში აღმოიფხრა.
ყოველ შემთხვევაში დიდი ნაბიჯი გადაიდგა იმისკენ, რომ აღმოიფხრას. მაგრამ ჩვენ გვჭირდება მშვიდობის ყოფილი და მშვიდობისკენ მოწინააღმდეგე ზელენსკი, რომ ამერიკამ დაინახოს, რომ რუსები არ არიან მზად მშვიდობისთვის და ჩვენ ვიცით, რომ ისინი არ არიან მზად მშვიდობისთვის. მაქსიმუმ ისინი თამაშობენ ახლა მშვიდობიანობას, რომ მერე ახალი ძალით განაახლონ შეტევა და ამას ამერიკელები ძალიან მალე დაინახავენ. ახლა რაც შეეხება ევროპას. ევროპას ამ წუთას ყველაზე მთავარად შეუძლია უკრაინისთვის, მაგალითად ეს არის ფინანსური დახმარება. მე მესმის, რომ ევროპა რაღაც ათასობით ტანკს უცებს საიდანღაც ვერ გამოჩხრიკავს და უკრაინას ვერ მიაწვდის, ხო? ფინანსური დახმარება არის მნიშვნელოვანი, რატომ აი ირაკლი საუბრობდა იგივე დრონებზე, ხო? დრონების წარმოებას სჭირდება ფინანსური რესურსი. ამ ხელშეუხლოს შორის ძალიან საინტერესო იყო პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება დიდ პრესკონფერენციაზე ომის წლის თავზე, 3 წლის თავზე. მან თქვა, რომ მათ დაგეგმილი ჰქონდათ უკრაინის ტერიტორიაზე ისეთი საწარმო სიმძლავრის ამუშავება, რომელიც მილიონ დრონს გამოუშვებდა და გამოუშვეს 2.200.000. ეს ძალიან შთამბეჭდავია ფაქტობრივად ორჯერ უფრო დიდი მოცულობის. უკრაინა სამხედრო, ასე ვთქვათ, შეიარაღების წარმოების ერთ-ერთი ძირითადი, ასე ვთქვათ, სივრცე იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. შეიძლება ბევრს ავიწყდება ამ თვალსაზრისით, მათ შორის მაღალტექნოლოგიური შეიარაღების ტექნოლოგიური იარაღის რუსეთი, მათ შორის დონბასში შეჭრის მერეც კი უკრაინიდან იღებდა ძრავებს სარაკეტო შეიარაღებისთვის. ანუ უკრაინას აქვს არა მარტო კვალიფიციური ხალხი, არა მარტო შეუძლია ბევრი ნომენკლატურა აწარმოოს შეიარაღების, მაღალ ტექნოლოგიური იარაღიც აწარმოოს მათ შორის და რაც შეეხება დრონებს 500-ზე მეტი საწარმოა უკრაინაში, რომელიც ამ დრონებს აწარმოებს და ირაკლი საუბრობდა, რომ ამით ფაქტიურად ჩაანაცვლა არტილერიაც, კი ახლა ბოლომდე რა თქმა უნდა ამის ჩანაცვლება ვერ მოხდება, მაგრამ ვერ დაიპყრობს და შეტევით ოპერაციებს ვერ გადავა, მაგრამ მნიშვნელოვნად ამცირებს მათ შეტევით პოტენციალს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავდაცვით ომში მას შეუძლია გაძლოს ძალიან დიდ ხანს. უბრალოდ ჩვენ თუ გვინდა რომ ეს ომი დასრულდეს, ამისთვის ჩვენ გვჭირდება და სოფლიოს ჭირდება, რომ პუტინი აიძულოს, რომ მან შეწყვიტოს ეს ომი. ამისთვის საჭიროა არა მარტო დრონების წარმოება და თავდაცვითი იარაღის წარმოება, არამედ ის სადაც საშუალება ექნება უკრაინას, რომ გადავიდეს შეტევაზე, გადავიდეს კონჩეტევაზე, მას ამის საშუალება ჰქონდეს, ტექნიკური საშუალებაზე მაქვს საუბარი, თორემ მე დარწმუნებული ვარ უკრაინელების мотиваციაში. ამიტომ ევროპამ რაც უნდა გააკეთოს პირველ ეს ფინანსური რესურსების გამოყოფა და მეორე, რა თქმა უნდა გაზარდოს საკუთარი სამხედრო წარმოება. მე მექნებოდა ყველაზე კარგი რეცეპტი, არ მგონია აი ეს გამოვიდეს, მაგრამ ვიტყვი მაინც, შეუშვან უკრაინელები საკუთარ საწარმოში და უკრაინელები აწარმოებენ 3-ჯერ უფრო სწრაფად და 3-ჯერ უფრო იაფად იმ იარაღს, რასაც ამ წუთას აწარმოებენ ევროპელები და ეს უკრაინელებმა დაამტკიცეს იმ შეიარაღებას, რომელიც წარმოების უფლებაც აქვს უკრაინელებს ევროპული, მაგალითად ან ამერიკული იარაღის თავის ქვეყანაში, აწარმოებენ უფრო სწრაფად და უფრო იაფად. ეს თუ გამოვა ევროპაში, იქნებოდა იდეალური სცენარი. გეთანხმები, ლევან, აი ჩვენ 5 წუთი გვაქვს დარჩენილი ამ ბლოკისთვის, მე რეკლამაზე უნდა გავიდეთ და ასეთი კითხვა მაქვს. მერც უსმინეთ, რომ მათ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, დაახლოებით საწყის ეტაპზე 9.5 მილიარდიანი ფონდის მობილიზებაზეა ლაპარაკი, რომელთაც სამხედრო ინდუსტრიის შეკვეთები ამას რაც ბრიტანეთის პრემიერსაც უსმინეთ ზრდიან სამხედრო ხარჯებს საფრანგეთი და ასე შემდეგ, პოლონეთს ხო აქვს და აქვს გაზრდილი, მაგრამ ჩემი შეკითხვა რაში მდგომარეობს, იცი რომ ახლა არის საუბარი იმაზე, ვის უფრო მეტად აწყობს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დადება, თუნდაც რაღაცა ტიპის გრძელვადიანი გარანტიების გარეშე. უკრაინისა და მის გულშემატკივრების პოზიციაა, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ პუტინთან, იმიტომ რომ ეს მას უჭირს ახლა ძალიან, გამოიყენებს გადაიარაღებისთვის და მოემზადება ახალი უფრო ძლიერი შეტევისთვის, ხო? მაგრამ უყურეთ, თუ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ რუსეთს შეზღუდული რესურსები აქვს, დღეს მაგალითად მინიმუმზე არის ნავთობის ფასი, ხო? ბოლო დეკადის განმავლობაში, თუ დასავლეთი კოორდინირებულად ამ პოლიტიკას გაყვება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, რომ რუსეთი ისევ არ კვებონ ირიბის შემოსავლებით იმ მხრივ, რომ ეს იარაღში გადაიზარდოს და ამის პარალელურად ევროპას უკრაინისთვის ექნება შესაძლებლობა საკუთარი სამხედრო ინდუსტრიული პოტენციალი ააღორძინოს და დაიწყოს ამის კეთება, ხო? აი ამ პოლიტიკის ფარგლებში შეიძლება უკრაინას კიდევ უფრო მეტად აწყობდეს, რომ ამოისუნთქოს თვითონაც რაღაცა გარკვეული პერიოდით მოემზადოს და შექმნას ძალისმიერი წინაპირობა იმისთვის, რომ პუტინს უბრალოდ სურვილიც აღარ გაუჩნდეს შემდეგ წინსვლის.
ეგ ყველაფერი იდეალური სცენარია, მაგრამ ბევრი თუა შიგნით. ეგ არის სამწუხარო და ის ეშინიათ უკრაინელებს, რომ ამ ბევრი თუებიდან რამდენი გამოვა და რამდენი არა, არავინ არ იცის. რამდენად იქნება მზად თუნდაც იგივე ამერიკის შეერთებული შტატები ან ევროპა ამ ჩაწყნარებულზე მერე რომ ისევ გააგრძელოს უკრაინის ფინანსური დახმარება, ჯავშან ტექნიკით მომარაგება, ეს არავინ არ იცის. ანუ ეს არის ის გარანტიები და თუები, რომელსაც ზელენსკი იგივე ტრამპთან იმსაუბრის დროს ზუსტად, ანუ მას გარანტიები ჭირდება რისთვის, რომ ის მაგალითად მას დაჭირდება ასეულობით 1000 ჯარისკაცი ფრონტის ხაზზე ან ფრონტის ზურგში. ამ ჯარისკაცებს ჭირდება ხელფასის გადახდა, ამ ჯარისკაცებს ჭირდება მომზადება, ამ ჯარისკაცებს ჭირდება იარაღი, ამ ყველაფერს ჭირდება ფული. ეს ფული საიდან უნდა მოვიდეს? იმ ეკონომიკით, რაც უკრაინას აქვს, შეუძლებელია შეინახო 9,000,000-იანი ან 800,000-იანი არმია. ამას ჭირდება გრძელვადიანი პროგრამა, რომელშიც იქნება ფინანსური გარანტიები და მყარი გარანტიები და ამის დაფინანსება მოუწევთ რა თქმა უნდა ევროპელებს და ეს არის ყველაზე იაფი, რაც შეიძლება ევროპელებმა გააკეთონ. იმიტომ რომ თუ ვინმე იცავს სამწუხაროდ მათ უსაფრთხოებას არიან უკრაინელი ჯარისკაცები დონბასში და არა ის ჯარისკაცები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ყავთ და არა ის ტანკები, რომლებიც საკუთარ ანგარებში უდგათ. ისინი არ იცავენ ევროპის უსაფრთხოებას და ამერიკაც უკვე ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ არც იმის გარანტია არ აქვს ევროპას, რომ ამერიკა დაიცავს მათ უსაფრთხოებას მომავალში. ერთადერთი ძალა, ვინცაც შეუძლია დაიცვას, კიდევ ერთხელ ვამბობ, არიან უკრაინელები და ამ ხალხს ჭირდება მომარაგება გრძელვადიანად, როგორც ფინანსური, ასევე უკრაინის ის ქალაქები, სადაც არის გამოწვეული ნგრევა რუსული რაკეტებით, მას ჭირდება აღდგენა, უკრაინის ეკონომიკას ჭირდება აღდგენა. შესაბამისად, ეს ფული მოსაბილიზებელია და ეს უნდა გააკეთოს პირველ რიგში ევროპამ და რა თქმა უნდა, ამერიკას თუ იქნება ამაში ჩართული, ეს იქნება იდეალური სცენარი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს თუ ფურცელზე არ დაიწერა და ამაზე მყარი გარანტიები არ იქნა, მარტო ფურცელზე დაწერა სამწუხაროდ საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ხო ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელიც არავის არ დაუცვია, ამიტომ ჩვენ გვჭირდება მყარი გარანტია და მყარი ფინანსური და სამხედრო გარანტია. ამ შემთხვევაში უკრაინა იქნება თანახმა მშვიდობისთვის და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ პუტინი არ არის ახალგაზრდა ბიჭი. 70 წელს გადაცილებულია, მას არ აქვს მომდენო 10 და 20 წელი მოსამზადებლად. თუ ის რამეს დააპირებს მომავალში, დააპირებს ახლო მომავალში 2-3 წელში მეტი დრო მას არ აქვს. ხო 80 რო გადაცდება, არ ამგონია მე ომის თავი კონდეს, საერთოდ თუ იქნება იმ წუთას ხელისუფლებაში. ამიტომ ეს დრო არის კრიტიკული, რომელთვისაც უკრაინას ჭირდება მყარი გარანტიები, რომ ეს ომი არ განახლდება. ამ გარანტიებზე საუბარს ლევან და ფირფოს ტელემაყურებელი ხვალ ევროკავშირის სამინისტროც გააგრძელებენ, მათ შორის ზელენსკის მონაწილეობით. გვაქვს უკვე წინასწარი ცნობა, რომ ზელენსკი დაესწრება ამ სამინისტროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ ამ დღეებში შეიძლება საფრანგეთისა და ბრიტანეთის პრემიერებთან და პრეზიდენტთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ესტუმრონ, ასე თქვათ, ევროპულ-უკრაინული დელეგაცია. ლევან ყურაშვილი სამხედრო მიმხილველი იყო ჩვენი გადაცემის ამ ბლოკის სტუმარი. ამ თემაზე საუბარი დღეს დავასრულეთ. ახლა რეკლამაზე გავალთ. რეკლამის შემდეგ საინტერესო სტუმარი, საინტერესო მასალით, იმ მასალით, იმ ფაქტობრივი მტკიცებულებებით, რომლითაც ის სასამართლოზე ჩვენი კოლეგის, ქართველი ჟურნალისტი ქალის სინდისის პატიმრის მზია ამაღლობელის დასაცავად აპირებდა თავისი, ასე ვთქვათ, მოვალეობის განხორციელებას. შემოგვიერთება მაია მწარიაშვილი, ადვოკატი, ასევე გეტყვით იმასაც, რომ სასამართლომ თბილისში მიმდინარე 11 აქციის მონაწილეს კვლავ პატიმრობა დაუტოვა, ასე ვთქვათ, არ შეუცვალა, ასე ვთქვათ, აღკვეთის ღონისძიება. ნახავთ ვიდეოს, როგორი იყო რეაქციები მანამდე დარბაზში, როდესაც იქ მყოფი საზოგადოებას მოსამართლემ აიძულა, რომ დარბაზი დაეტოვებინათ. ნახავთ თავად ამ ბიჭების რეაქციებსაც, მოусმენთ მათ შორის ერთ-ერთი მათგანის გამოსვლის ნაწილსაც. მოკლედ რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ უკვე საუბარს ქართული მართლმსაჯულების უკუღმართობაზე.